Ირფასო მეგობრებო, მიესალმებით ჩვენი განსაკუთრების სტუმარი გიორგი ბაჩიაშვილი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ქონობით ხო შეიძლება? შეგვიძლია ხო? ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად, ვიცი რომ ნუ ეხა ისეთი ფონი არ არის თქვენს გარშემო. პლატიუმორისტული, მაგრამ ჩვენ მაინც უყურებთ ამას, ნუ საინტერესო რაღაცეები შეიძლება, ნუ აი გამოგვივიდეს ახლა მე ვიცი რომ თქვენს გარშემო ძალიან საინტერესო თემები ტრიალებს. სამწუხაროდ ქვეყანაშიც ხო, სავალძიმე თემები ტრიალებს და ბევრ ამას იუმორით უდგებით, იმიტომ რომ სხვანაირად ამის მოსმენა ძალიან ტრაგიკულია პირდაპირ. ხო, თქვენი სასამართლო არის საოცარი, ანუ გამორჩეულად საინტერესოა თქვენი სასამართლო პროცესები, იმიტომ რომ ნუ აი რა ვიცი, თქვენი საქმეც ახლა ნუ გადავხედეთ და ნუ უსმენ, ანუ ესე იგი ფაქტიურად ეს ღვთისაჩუქარი კაცი რას დაობს? რა აი ცოტა ადამიანური ენით რა აუხსნათ ხალხისთვის გასაგებად. დაუშვათ ბანკში ბინა თუ გიყიდიათ სესხით, იპოთეკური სესხი ქონიათ, ხო? აი თქვენ მეგობარ ბანკის უთხოვოთ იპოთეკური სესხის აღებაში დახმარება. და რო აიღოთ ეს სესხი, იყიდოთ ბინა, ეს სესხი მერე გადაიხადოთ წარმატებით და დაახლოებით 6 წელიწადში ამ მეგობარმა მოთქვას რომ ეს ჩემი ბინა არისო, გაძვირდა ახლა ფასი და ეგრეა მარტო დაახლოებით მასე არის. კი. და ამაში კიდე მოწმეების მოიყვანოს რომ მოწმეების მოიყვანოს, ანუ ეს ბანკის თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებენ რომ კი ეს სესხი კი მივეცით და გავაფორმეთ ყველაფერი როგორც წესდარიგია, მაგრამ მაგას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, მთავარი არის ის, რას ამბობს დიდი მეგობარი. ანუ ხო გასაგებია რომ ჩვენ ვანოს ისე ბინაში სესხი არ მივცემდით, ხო გამორიცხული რაღაცა ის ბინაში ჩვენც უნდა ვიცხოვროთ გეუბნები. ასე გამოდის კი. ანუ ფაქტობრივად ახლა მე რო სესხი მაქვს ეს ბინა ვანოსი არც იყო და არც უნდა იცხოვროსო. არც ყოფილა არასოდეს. ხო. ეგ არის ახლა ეს არის ხო ამ სიტუაციის აბსურდულობას და ძალიან ბევრი საერთაშორისო იურისტიც ყავს ამ საქმეში ჩართული და როდესაც კითხულობენ ამ საქმეს. პირდაპირ გაკვირვებულები მეკითხებიან რომ კი მაგრამ სულ ეს არის, ანუ რას გედავებაო სასამართლომ როგორ აიღო ეს საქმე, ანუ საერთოდ არ არის ასე რომ ყოფილიყო, რასაც გედავება, სისხლის სამართლის საქმეც არ არისო ეს. ხო, არ სამოქალაქო. ანუ არჯერად გონიათ რომ რაღაცა კიდევ არის ამაში, ისეთი, რასაც არ ვამბობთ, მაგრამ უკვე სასამართლო მიდის და მტკიცებულებები ყველა წარდგენილი არის სასამართლოში და თვითონ ივანიშვილმაც კითხვა თავის გამოკითხვაზე რომ არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს რომ ივანიშვილი არის ინვესტორი. თვითონ ამბობს? თვითონი ამბობს. ხო, ანუ მაგალითად ხო არის კიდე იქ რომ ანუ ჩანაწერიც ქონდა, მაგრამ ეს მოითხოვეს სამხარაულში გადაგზავნა. ჩანაწერი მქონდა, მაგრამ სამხარაულში ეტყობა სხვა ქვეყნის მოქალაქეები უსხედან, რომლებმაც არც ქართული იციან და ვერც ივანიშვილს ხმაზე ვერ ცნობენ და. საინტერესო იქნება თქვენ თუ იცნობთ, შეიძლება თქვენ უკეთესი ექსპერტი გამოდგეთ. ანუ ესე იგი სამხარაულმა დაადგინა რომ ეს ივანიშვილის ხმა არ არის? სამხარაულმა დაადგინა რომ ამოცნობა ვერ მოხერხდა. ბიძინა ივანიშვილის ხმის. გააქვაი მონაკვეთი, უბრალოდ რომ აი მეც დავადასტურ მართლა ბიძინას ხმა თუ არ არის ხმა. მონაკვეთს მოგასმენინეთ. მართლა ესე იგი ნამდვილი ისა. ნამდვილი ჩანაწერი, ოღონდ ნამდვილი ბიძინაა თუ არა შევუნდა თქვა. აბა ბიძინე? გამოვა ლოგიკური როგორია, ლოგიკური როგორია ეგა? ბანკმა რისკში თუ მონაწილეობა მიიღო, მოგებაში ცოტა ჩაუნაწილე და იკითხა რა. მიუცემ არ არის პრობლემა. ჩვენი პაროდისტია ეგა. ისედაც მაგას ამბობ. ხო, ჩვენი აშკარად ეგ არის. ახლა სამხარაულს ატო არ გაახსენდა, რომ ჩვენი პაროდისტი ჩაეწერა. შეიძლება დაიჭირონ. დაიჭირონ შეიძლება. აშკარად ბიზნეს ხმა. რა უნდა მაგ ბიზნეს ხმა როგორ არ ვიცით. ყურში ჩაგვესმის ყველა გაღვიძებაზე ბიზნეს ხმა გვესმის. მართალია არ ჩანს, მაგრამ მისი ეს სიბრძნეები ყოველთვის ყურში ჩაგვესმის, როდესაც გამოდიოდა ხოლმე სიტყვით. თან არის იცი აქ უცნაური ერთი ის არის რომ აი რაღაცა ის
რაღაც ის ეგრეთ წოდებული სოჩიკი რო ჩართო რა. კრიმინალური სოჩიკი. კრიმინალური სოჩიკი. ეხლა ეს მე ვიცი რომ აი რაღაცა ამ კრიმინალურ თემატიკაში ეს სოჩიკის ჩართვა მოსული ამბავია რა და. აქაც კრიმინალური თემაა. ხო, აქ სასამართლოში სოჩიკის ჩართვა ანუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, აი უბრალოდ ვერ. აქაც შეუულებრივი კრიმინალური თემა არის, ეს არის რეიდერული ასე ვთქვათ შეტევა, რომელიც 90-იანებში ხორციელდებოდა რუსეთში. ზუსტად იგივე მუხლები და იგივე სქემა და იგივე ტიპის ბრალდებები არის ნავალნის წინააღმდეგ, როდესაც პუტინმა აღზრა სასამართლო. იგივე იყო ეგ ხოდორკოვსკის შემთხვევაში. კი, მე საერთაშორისო კომპანიებიდან მაქვს პირდაპირ ასე ვთქვათ ლეგალური დეტალური ანალიზი ამ ჩემი საქმის და ადარებენ სხვა ევროსასამართლოს საქმეებს და პირდაპირ გამოხატეს რომ ყველაზე ძალიან კარგად ეს საქმეები მიესადაგება შესაძლოა. ანუ ფაქტობრივად ერთი ხელწერაა რა, როგორი რაღაც ფურცელს მოიტანენ, აქ რაღაც ფურცელზე წერია და აქ ფურცელიც არ არის ამ სასამართლოში, ეგ არის. უბრალოდ ზეპირს რო ეზრუნათ დაუშვათ ფურცელზე, ეზრუნათ სრუმოწმეზე, რომელიც იტყოდა რომ აი მე შევხვდი ბაჩიაშვილს და მეც ველაპარაკე და ეს ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია იყო ბაჩიაშვილს. არა, მსგავს არაფერს არ ამბობენ. პირდაპირ ამბობენ რომ ბაჩიაშვილს ამას სხვა მიცემთ, ხო ამ დოკუმენტებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ამას ეს არის უბრალოდ ფორმალობაო, როგორც მისთვის ყველაფერი ფორმალობა არის. ჩვენი პრემიერ-მინისტრი არის ფორმალობა, ჩვენი პარლამენტი არის ფორმალობა, პრეზიდენტი არის ფორმალობა. უბრალოდ ხალხს თავისი ჭუით თვალში ნაცარს აყრიან. ზუსტად იგივე არის ფორმალობა არის ჩვენი ბანკიო. ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამტკიცებს ბანკის დირექტორი და ბანკის მფლობელი. სასაცილოა სატირალი რო არ იყოს. ეხლა იცი რა, ეხლა მე ხა ტელეფონით სპეციალურად შემოვიტანე აქ, რომ აი ხო რაღაცა ბიტკოინები რო ჩამიწერო რა, როგორ რაღაცა ის რომ ანუ რაღაც კნოპკებს ხო აჭერ ხელს არა? ეგ ერთხელობა დავაჭირე რაღაც კნოპკებს და ეხლა სასამართლოში დამალებ. ხო და რაღაც აი რომ რაღაცები რო ჩაი, როგორ რაღაცა ღილაკები ხო არის, აპლიკაცია არის. როგორ გინდა? ფული ეგრევე გინდა რომ ისოვოთ ცოტა მერე. იცი რა, მოდი ეგრევე იყოს. ეხლა ესეთი მდგომარეობა გვაქვს. აი ეგრევე რომ ვიშოვოთ ფული. მე წახვალ გადაცემიდან და ვიღას უყუროთ. მე არსად არ წავარ, შედმენ რაღაცა ჩაწერე. გამორიცხულია, იმუშავა. აი, მოდი ახლა მართლა სერიოზულად მითხო, ოღონდ მართლა რა, ანუ. ახლა ბიტკოინები აი საიდან მივხვდი? რომ აი პირველი აი ეს კრიპტოვალუტა რომელიც შემოვიდა, რომ ეს კრიპტოვალუტა რაღაცა მოგებას მოიტანდა. საერთოდ ნებისმიერი ინოვაციური იდეა არის ძალიან მომგებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირველად ისმენ ამ იდეას. ხო. ვერ ხვდები როგორ მუშაობს. ანუ თუ იდეას ისმენ და ის გასაგებია როგორ მუშაობს, იქ დიდ ფულს ვერ იშოვე. ანუ იგივე ვიღაცამ რომ მოვიდეს და გითხრას აი მანქანის სამრეცხაო გავხსნათ. ნუ არის ეს სამრეცხაოები ყველას აქვს რა, ანუ რაღაცა მოგებას აკეთებს, მაგრამ ნუ ამით ვერ გამდიდები. ბიტკოინი სწორედ ის იდეა იყო, რომელიცაც ნებისმიერ ადამიანს პირველად რომ მოუყვებოდი, უბრალოდ ვერ დაგიჯერებდა, არ დაგიჯერებდა და იფიქრებდა რომ რაღაცას ატყუება. ხო. და რეალურად შევისწავლე ამ ბიტკოინის ტექნიკური დოკუმენტაცია თუ როგორი მუშაობდა, white paper ქვია ამ დოკუმენტს და ძალიან საინტერესო გამოდგა. წარმოიდგინეთ რომ 100 წლის წინ ვინმესთვის მიეტანათ ტელევიზორის იდეა და დოკუმენტაცია და ეჩვენებინათ ეს ტელევიზორი როგორ მუშაობს, ხო? ხო, აუცილებლად გააკეთებდით ამ ტელევიზორების ფირმაში ინვესტიციას. ხო, მაგრამ თუ ბოლომდე ვერ მივხვდებოდა, მაშინ მაგ შემთხვევაში დათანხმდებით, ხო? და არ ჩადებდა თანხას. შეიძლება უბრალოდ დაგეჯერებინათ იმ ადამიანისთვის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში წავიკითხე და თუ ვერ ყვევი ცოტა მაინც დაწერილში და თუ რაღაც ტექნიკური აზროვნება გაქვს, ალბათ იოლად მივხვდები რომ ეს მართლა იმ დროისთვის ახლებური ტიპის ციფრული აქტივი იყო. მანამდე ციფრული აქტივი არ არსებობდა. ანუ არ არსებობდა რაღაც რაც შეგეძლოთ ჩაგეწერა კომპიუტერში და იმის კოპირება არ იქნებოდა შესაძლებელი. ხო, და ეს იყო ესეთი. ამიტომაც ნებისმიერი დაუშვათ, აიღეთ კომპიუტერში ჩაწერილი სურათი. ეს კოპირდება და იმ სურათს არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ რამდენი კოპიაც არის, ყველა ერთნაირი არის. და ეს პირველი არის ბლოკჩეინის სისტემა, რომელიც ისე არის აგებული, დაწყობილი, რომ ვერ ხდება მისი კოპირება, ვერ ხდება მისი გაყალბება. ხო. ანუ ამ მთელი უკვე 2008 წლიდან 16 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიტკოინი ვინმეს ან გაეყალბებინა, ან მოეპარა. დაახლოებით წარმოიდგინე როგორც ოქრო, ხო? რამდენი 1000 წლეულები არის ოქრო გვაქვს მიმოქცევაში და ვერავინ ვერ გააყალბა ოქრო. თუმცა შეიძლება ვიღაცა მოგპაროს ოქრო თუ სეიფი არ გივარგა. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ოქრო ცუდია. ეს იმას ნიშნავს, რომ სეიფი არ გივარგა.
ზუსტად იგივე არის ბიტკოინიც, არა ბიტკოინი არავის არ გაუყალბებია, თუმცა ვინმეს თუ ცუდი სეიფი აქვს, მოუპარავთ იქედან. მაგრამ ეს უფრო ადამიანური შეცდომის ნაწილი არის, ან რაღაცა IT გუნდის შეცდომის ნაწილი არის და არა იმ კონკრეტული კოდის, რაზეც არის ეს დაფუძნებული. აი მაგალითად პირველი ბიტკოინი რა ფასად იყიდე? დაახლოებით $180 იქნებოდა. ბიტკოინში გადაიხადე $180. და ნუ დაელოდეთ. დაველოდე. ანუ ზიხარ და ელოდები, აი იყიდე. ზიხარ და ელოდები. პრობლემა ის ხო, მართლა მაინტერესებს, აი ზიხარ, აი იყიდე $180. ყველა შეუძლია და აი რთული არის ეგ ლოდინი. ხო, აი ნებისყოფა ხო უნდა კონდეს. აი წარმოიდგინეთ, იყიდე რაღაცა $100,000 ბიტკოინები. ხო. და გაიზარდა ეს ბიტკოინი გახდა $10 მილიონი. ხო, სულელი უნდა იყო რომ ეს დატოვო ესე რომელიც არ იცი ხა 10 მილიონს ნული გახდება შემდეგ წელს თუ გაიზრდება, ხო? ანუ რაღაცა ნაწილს მოაკლებ. ძალიან რთულია რომ გაუძლო იმას რომ არ გაყიდო. ზოგჯერ გაყიდი, ფიქრობ რომ უფრო იაფად ვიყიდი და ვერ ინარჩუნებ, ფიქრობ რომ ამაზე მეტი აღარ გახდება და უკვე უაზროდ ძვირი არის ბიტკოინი. წარმოიდგინეთ რა 230-ად რო იყიდი და 20,000 რო გახდება, ხო? ხო, იფიქრებ რომ ამაზე მეტი რაღა უნდა გახდეს, ხო? მაგრამ ხდება. მაგრამ ხდება. აი მაგალითად ხო პირველი ნებისყოფა $100,000. ხო, ნებისყოფა, აი ხო ხო 180-ად იყიდე. კი. და 2 საათში გახდა 200. რატო არ გაყიდე? ხო, აი კითხვა. ხო, კითხვა სხვა, რაღაც ნაწილი ვიქრობ, რომ აი 200 გახდა, 20 დოლარი მოვიგე 15 წუთში. აუ, საერთო ისტორიას მოყვები. მამა ჩემი მოკლედ, რა თქმა უნდა, ძალიან გულშემატკივრობს ამ ამბავში, მაგრამ ნუ ძველი ყაიდის კაცი და ყოველთვის რამდენჯერაც რაღაცა ფასიდან ქვემოთ ცოტა წამოვიდა და ბიტკოინი, მე ნუ ესე ოჯახში სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა ხოლმე, რომ რატო არ გაყიდე, ხო? მე რა ვაიწევა და მე გაჩვენდებოდა, ჩამოწვა და კიდე სერიოზული კონფლიქტი ოჯახში, უნდა გაყიდო, ყველაფერს დაგარგავ, ხო იცი და მე მიხსნიდა რომ შენო ვერ გაიგეო. როცა მაღლა მაშინ უნდა გაყიდო და როცა ჩამოვარდება მაშინ უნდა იყიდო. ოხ. ჩულებრია. ხო. კაი, ოჯახური გარჩევა. ხო, რა, იმიტომ რომ აი მოკითხა მამაჩემს ძალიან მოვიკითხავთ აქედან. ძალიან ბევრი მეგობარი და პრინციპში მთელ ბიზნეს ელიტას საქართველოსაც მაშინაც ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ და არ არსებობს ალბათ ბიზნესმენი, ვისთანაც არ მივდიოდი და არ ვეუბნებოდი რომ იყიდეთ ბიტკოინი საინტერესოა, შეიძლება მომავალში ფინანსური სისტემა ჩაანაცვლოს და არავინ არ მისვა. თვითონ ივანიშვილის რა თქმა უნდა. არ მისვა ერთმანეთი რომ კი, მაგრამ საბანკო სისტემას აუცილებლად ვერანაირად ვერ გაასწრებ. ერთი თაობის ხალხი ვარ, სადღაცას რატო არ გადავიკვეთეთ ახალგაზრდობაში? ვანო, არ დამიჯერებდი. არ დაგიჯერებდი, მაგრამ გამოგყებდი. ჩემს ცხოვრებაში არის ორადორი ადამიანი, ვინც დამიჯერა და არც დიდრები იყვნენ, არც რაღაც პოსტი არ ქონდათ, საკმაოდ ეს მოგზაურებული ინვესტიცია გააკეთეს და ორივე დღეს მილიონერია შეიძლება ითქვას. პრინციპში ბიზნესს არ დაგიჯერა და ანუ ლოგიკურად მეც არ დაგიჯერებდი, მაგრამ არც ერთმა ბანკირმა, არც ერთმა ბიზნესმენმა არ დამიჯერა. იცი რა უნდა კითხო, ეხლა რადგანაც ბიზნესა ივანიშვილთან ქონდათ ძალიან აქტიური შეხედა. მე მაინტერესებს მითები მის გარშემო. აი მითები ხო დადის, აი რაღაცა ლეგენდები რა, რაღაცა მაგალითად ბიზნესა სტაფილოს წვენს სვამს. აი მუდმივად სტაფილოს წვენი უდგას და სვამს. მინახავს სადილის დროს მუდმივად უდგასო, ალბათ მითია, მაგრამ მინახავს სტაფილოს ვაშლის წვენი. ვაშლისაც ესე იგი. კი. ვაშლის. მაგალითად ბიზნესა 10 საათზე იძინებს. ესეც სიმართლესთან ახლოს არის. ანუ რომელ საათზე დაურეკე და არ გიპასუხოთ. არა, საღამოს ესე 8-9-ის მერე არ ურეკავდი ხოლმე, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ ადრე იძინებს და ადრე დგება. იოგას ვარჯიშობს ეგ რამდენად არ მინახავს სამწუხაროდ. მაგრამ თქვენთვისაც მითია. არ გამორიცხავ რომ რაღაც გარკვეულ ვარჯიშებს აკეთებდეს ახლა. არ ამგონია რომ ლოტოში იჯდეს და ჰაერში იწეოდეს მიწიდან, მაგრამ ანუ რა, იყო არ ყოფილი ძალიან კარგი ვარჯიშებია და ყველას ურჩევ. ხო. შინაგანი მდგომარეობისთვის პირველ რიგში. ხო, არა, ხო, ნუ აი მაგალითად ხო მარტივად აჯერებს რაღაცებს ხო ხალხს. ხო, აი, ნუ რაც არ უნდა შეიძლება თქვა რომ მას ქარიზმა არ აქვს. იტყვი რომ აი რასაც იტყვის, აი პირდაპირ ჭამს რა ადამიანი რა. მას აქვს უნარი რომ ძალიან დარწმუნებით ისაუბროს რაღაცებზე, რაც დარწმუნებული ვარ რომ თვითონ არ შეერა. ანუ როცა უნდა რომ ადამიანი და საზოგადოება დააჯეროს, ნებისმიერი რამის თქვა შეუძლია სრული, ასე ვთქვათ, 100%-იანი დარწმუნებით და ეს საკმაოდ ძლიერი უნარია და გამოადგა როგორც ჩანს.
ხო, რა, მაგალითად ხო ეხა წინა საარჩევნო ძალიან აქტიურად გვაჯერებდა რაღაცა დასავლურ რაღაცა ორიენტაციასთან დაკავშირებულ სამწუხაროდ ქვეყნის მოსახლეობის რაღაც ნაწილმა დაიჯერა რომ ევროპაში თუ შევალთ ოჯახიდან თითო ბიჭი უნდა მივართვათ ესე იგი მივათხოვოთ გავატანოთ რაც უნდა ეშინიათ ახლა არ უნდა არავის ვაშკაცი შეწირო და რა როგორი მარტივად დაჯერებს თქო რა მაგას იცი რა ეხლა მაგალითად თვალთვალის ქვეშ თუ ხარ ანუ თუ გძნობ რომ გითვალთვალებენ გძნობ კი არა ვხედავ და ვიღებ და უკვე ოჯახებით ვიცნობ ამ ხალხს მართლა იგი ავად თუ არის ვარ გამოჩნდება ხოლმე რამოდენიმე დღე უკვე ნერვიულობ რომ ვფიქრობ საჭმელიც გავუგზავნო ხოლმე თუ გარეთ დიდხანს მოვუწიათ ლოდი ეს ამ რეალობაში ხორობ მუდმივად 2 წელია თავიდან ცოტა დისკომფორტს გიქმნის, ახლა უკვე ვიცი რომ აი როგორი ხალხი გითვალთვალებს, როგორ ატყობ, როგორ ამჩნევ. საოცარი ხალხია, მოკლედ, საოცარი ადამიანები არიან. პირდაპირ ზურგიდანაც კი იცნობ რომ შენთვის დგას ეს ადამიანი იქ. იმიტომ რომ ახლა როგორც ადამიანი ტელეფონით რო აი დგას და დადის შეუმჩნევლად თითქოს და გიღებს ამ დროს. ხო, ნუ ესე გიღებს, ხო. კი, ძალიან თვალსაჩინო არის. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი გადასახადებით რა ხდება? პირადად ბაჩიაშვილზე არის გამოყოფილი ერთი 6 მანქანა დაახლოებით 10 კაცი მუშაობს ხოლმე იმისთვის რომ ივანიშოს მოახსენონ დილით ბაჩიაშვილმა რაჭამა რა მიირთვა მერე საწავი და ივარჯიშა თუ არ ივარჯიშა როგორ ხასიათზეა და ახლა გარეთაც ალბათ განანეკ გასასვლელში იდგებიან თქვენი მორიგეებიც გეყოლებიან და დაემატებოდა ჩემი მორიგე ახლა ხო და თან არა ერთი რა არის სურათებიც ახლა ხო გავიდე ეთერში და ერთი კაცი არის საკმაოდ ისეთი გიპიანი კაცი არის ესე და ესე იყურება რა ეგ უფრო ადგილზე სადაც დიდხანს ჩერდებოდა და წინასწარ იცოდნენ სად მიდიოდეს პროკურატურა ვერ იმალება რა ეს ღიპი მაინც გარეთ გადმოწევს თუმცა სახეს მალავს მაინც სახეს კარგად მალავს ძალიან ესეთი მოქნილი და მანქანაც დაგდებს ხო მანქანების დამდება კი ბევრი მანქანა ერთი მანქანა ხო ვერ წამოყვება კი ო ნუ რა გინდა დაცული ხარ რა თან ესე ზოგჯერ ესე გვერდზე რო სპეციალურად ამოუყენებ ხოლმე და მე ან ხელს იფარებენ რაღაც ერიდება და თუ პირდაპირ გადაუღე ხოლმე ტელეფონი მე რამოდენიმე დღე ის მანქანა აღარ ჩანს ხოლმე სხვა მანქანას ჩაანაცვლებენ ხოლმე. კაი. ეხლა მაინტერესებს გადავიდეთ ხო პირადად თქვენზე მაინტერესებს რაღაც. ანუ ბიზნესის პირველი ნაბიჯები. ანუ რითი დაიწყე? და რამდენი წლის იყავი? ჩემი პირველი ბიზნესი დავიწყე პირველ კურსზე როცა ვიყავი, მე 16 წლის და გავხსენით მე და ჩემო მეგობარმა ინტერნეტ კაფე. და მოკლედ დღე კავკასიის ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდით და საღამოს მივდიოდით ხოლმე ამ კაფეში ჩემი ნახევარი ჯგუფის ბიჭები და ვთამაშობდით ხოლმე Counter Strike-ს მოკლედ. ჩვენზე ვამუშავებდით მე მეორე დილით ჩაწეთლებული თვალებით მოვიდოდით. ით Counter Strike-ზე ჩვენს გაგვითენებია ღამეები. ხო, მე რა იყო? აი მე უცებ მაგით ფული იშოვე თუ ვერ იშოვე? არა, ეს რაღაც ესეთი იქვე იხარჯებოდა მოკლედ ის თანხა, თუმცა რაღაც თავისი ინვესტიცია ამოიღო მოკლედ ამ კაფემ. 16 წელი. კი, მე ბავშვობიდან დავდიოდი ძალიან დიდხანს კარატეზე, მაინტერესებდა ეს იაპონური კულტურა, ენა, კარატეში იაპონურად არის მოკლედ ეს დარტყმის სახელები თულა და ასე შემდეგ და წავედი იაპონიაში რა პროგრამა იყო 17 წლის ვიყავი წავედი 8 თვით იაპონიაში იაპონური ენის სასწავლებლად ჩემი პირველი გამოცდილება იყო როდესაც მარტო აღმოჩნდა ასე დიდი ხნით საზღვარგარეთ თან იაპონია რაც გასაოცარი ქვეყანა იყო იმ დროს აღმოჩნდი ყველაზე მაღალი ყველაზე ბოხეხმით 3 თვის თავზე მასწავლებელი გამომიწდა რომ თელ კოლექტივს თუმცა ჩემი ეშინოდათ ჩემი ბოხეხმის გულისთვის მე მივხვდი აი ბიჭი ყოფილიყარ. შენოდა მე ბავშვობიდანვე მანქანებით ვიყავი გატაცებული. და შევნიშნა რომ კატალოგები იყო, იმ დროს ინტერნეტში საიტები ასე არ იყო. ნახე რომ იაპონიაში საკმაოდ კარგი იაპონური მანქანები ძალიან იაფიღირდა და 17 წლის ასაკში გადავწყვიტე ამ მანქანების საქართველოში გამოგზავნა. თუმცა ის კომპანია იყო სხვა ქალაქში, ტელეფონით ჩემ ბოხეხმით დაურეკე რომ მე ვარ ქართველი ბიზნესმენი და მსურდა მანქანების გაგზავნა. შემდეგ 17 წლის ბავშვი რუგზაკით რომ მივედი ოფისში, შეშვილობის თანხარო მითხრეს შენი სხარო ტელეფონზე რომ და ესე პირველი იაპონიი და შენაგზავნიდი მანქანები. კი, საქართველოში ალბათ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ვიყავ, ვინც მარჯვენარულიანი პრადოები და ჰონდები, პაჯეროები და ჰონდები. ანუ ხო და აქ ხო ვიღაცა უნდა ხვეთრო და გაყიდვოდა.
კი, ამას ახლა მამაჩემი დახვდებოდა თუ როგორ იქნებოდა, თუმცა ყველა მანქანა რომელიც იქ ვიყიდე და გამოუში კონტეინერით გზაშივე გაიყიდა, იმიტომ რომ აქ არ იყო მაშინ სტიაფი კარგი მანქანები და ხო, ну მაშინ ახლა საიტებიც გამომივიდა, საიტებიც არის. მაგ ფული შო. პირველი ფული ვიშოვა, ეს რამოდენიმე $10,000 იყო. ჩამოვედი შემდეგ უკვე მესამე კურსზე დავიწყე საქართველოს ბანკში მუშაობა და მაგ დროს საქართველოს ბანკი ჯერ არ იყო ლონდონის ბირჟაზე გასული, მათ აქციები საქართველოში ვაჭრებოდა და რაღაც 4-5 ლარად ვიყიდე ამ მთელი თანხის საქართველოს ბანკის აქციები, რომელიც პირდაპირ ეს თანხა იაპონიიდან ჩამოტანილი საქართველოს ბანკის უბრალოდ ესეც გარისკე, ხო, როგორც ახლა ეს ბიტკოინებს აქ არ ჩამაწერი. აქცია რა იყო პრინციპში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იცოდა, მეც დიდად გარკვეული არ ვიყავი და მივხვდი რა საინტერესო იყო, მზადდებოდა IPO და ლონდონში განთავსება და შემდგომ ეს აქციები $30-35 გავყიდე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გავაათმაგე ჩემი კაპიტალი. მე ისე ვიყიდე თუ აღარ თუ მე არა, შემდეგ უკვე ის თანხა Forex-ის ასეთ პროგრამები იყო, რომელიც ვალუტებზე მუშაობდა და ვალუტის გაცვლაზე ვაკეთებდი ასე ვთქვათ ბიზნესს და ნუ ეს კაპიტალი მქონდა რაღაც რა ვიცი ხო, ანუ უძრავი ქონების რაღაც ვყიდულობდი, ნაკვეთებს ვყიდდი, უბრალოდ ქართულ ტრადიციულ ბიზნესში ჩართული, ხო. და სამსახურის პარალელურად ყოველთვის ამგვარ საინვესტიციო საქმეებს წლის ხარ უკვე მაგ დროს უკვე 18 წლის ვარ, 18-19 წლის. საკმაოდ ადრე სკოლაში სხვადასხვა შევედი 4 წლის, 15 წლისამ სკოლა დავამთავრე. რამდენი წლის შეხვედი სკოლაში? 4 წლის. 4 წლის ჩემი არის, ჩემზე 2 წელი დიდი და არ მინდოდა მარტო გამეშვა. და 4 წლის ზედმეტ მიგიღეს 4 წლის? მიმიღეს იქ, მოვითხოვე, მოსკოვში ცხოვრობდით მაშინ. ხო. მოვითხოვე რომ დირექტორს გამოცდა ჩაეტარებინა ჩემთვის, იმიტომ რომ არ უნდოდა ჩემი მიღება, წერა, კითხვა, თვლა, მიმატება, გამოკლება, ყველაფერი კარგად ვიცოდი და მოუწია ჩემი მიღება. პირველი 2 წელი კლასის დამრიგებელს კალთაში ვეჯექი. ისეთი პატარა ვიყავი. აი 18 წელს დაუბრუნდით, 18 წლის 15 წლისამ დავამთავრე სკოლა და 19 წლისამ დავამთავრე უნივერსიტეტი. 19 წლისამ უნივერსიტეტი დაამთავრე. შემდგომ უკვე 24 წლის ასაკში წავედი ინსიადი არის საფრანგეთში ბიზნეს სკოლა, რომელიც იმ დროისთვის პირველი იყო მსოფლიოში რეიტინგით, დღესაც პირველ 3-ში შედის ეს ბიზნეს სკოლა და მანდაც ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი ამ სკოლის ისტორიაში. ხო. და მე უკვე ანუ დიდ ბიზნესებში როგორ დაიწყე, ანუ ეს ძირითადად საბანკო სისტემაში იყავი, ხო? კი, საბანკო სისტემიდან წავედი დაახლოებით 20 წლის ვიქნებოდი და მოვხდი აბუ-დაბი ჯგუფში. აბუ-დაბი ჯგუფი ეკუთვნის შეიქ ნახაიანს. ნახაიანი არის აბუ-დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც მართავს ამ დაბი ჯგუფს. დაბი ჯგუფი არის სამეფო ოჯახის პირადი ხონების მართვის ფონდი და მაშინ შემოდიოდნენ საქართველოში. მე ვიყავი მათი ერთადერთი ქართველი თანამშრომელი, ასევე იყო დირექტორად, ვინც გამოუშვეს პაკისტანიდან და ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექნა საქართველოში დაგვიარსებინა ბანკი. მე ამ პიროვნებამ ავიღეთ საბანკო ლიცენზია, ანუ ჩვეულებრივ გადმოწერეთ ეროვნული ბანკისგან მოთხოვნილებები რაც იყო, შევქმნით საბანკო სტრუქტურა, გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა, ავიყვანეთ რამოდენიმე თანამშრომელი, ავიღეთ საბანკო ლიცენზია და შემდგომ უკვე ამ შეიხის დავალებით მათ უნდოდა სხვა ბანკის შეძენათ საქართველოში. ამ ბანკს ეთქვა კორბანკი და ამ კორბანკის მეშვეობით შევიძინეთ სტანდარტ ბანკი. ასე დაიბადა სტანდარტ ბანკი. კი ბატონო. საიდან მეორე პროექტი იყო მილენიუმ ჰოტელის, რომელიც არის ახლა ბილტმორი. მან უნდა ყოფილიყო კემპინსკი ჰოტელი, რომელსაც აშენებდა ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და მას სურდა ამ პროექტის გაყიდვა და ჩვენმა გუნდმა შეიხის ასე თანხებით შევიძინეთ ეს სასტუმრო, მერე უკვე მოიყვანეს სხვა არქიტექტური, სხვა დიზაინი და ააშენეს ბილტმორი უკვე ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ. აჰა, ბილტმორი აშენდა. ასე ჩამომიყალიბდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა ბევრ არაბ ბიზნესმენთან, ანუ გაერთიანებული სამერიტი. რეალურად აქ რო ჩამოდინ, უმასპინძლებოდით, ანუ ხო ამას. კი, უმასპინძლებოდი ხოლმე, ერთხელ ესეთი კომიკური ისტორიაც ქონდა, რომ
შაბათი დღე იყო და შაბათს მოკლედ ქონდა თავისუფალი დღე არაოფიციალურად უნდა ჩაგოცა შარვალ კოსტუმ შარვალს ვთქვათ ჰალსტუკებს არ ვიკეთებდით და ჯინსებით მქონდა თურქეთში ნაყიდი რაღაც ფასტაკლებაზე $15 რაღაც ჯინსი რაღაც ზოლი ქონდა ესეთი გვერდზე გამოირჩეოდა სხვა შარვლებიდან მეც გადავწყვიტე რომ ჩემი საუკეთესო ჯინსი ჩამეცვა და საუკეთესო მაისური და წავედით მოკლედ გავედით ლანჩზე იქვე აღმაშენებაზე არის თურქული რესტორნები და ჰალალ ქაბაბი არის ამ რესტორნებში იმ დროს ჰალალი რესტორნები სხვა არ იყო ესენი მხოლოდ ჰალალს ჭამდნენ და წავიყვანეთ ეს დელეგაცია მოკლედ ჰალალ რესტორანში იქ უკვე კარგად მიცნობდნენ მზარეულებიას, შაურმის შამომჭრელები და ასე შემდეგ. შევდივარ თავი მომწონს ჩემს საუკეთესო ჯინსში და იქ მე შაურმეთან ჭრის ამ შაურმას თან მეძახს ჯორჯ რა თქვი ხელი აუწია და ჩემნაირი ჯინსები მეძახის. თან ვაშენებს. გახარებული. ჩემი მომე თვით შეფასება დაეცა რა თქმა უნდა. საკმაოდ ტრავმირებული მონაკვეთი იყო. შეიხებთან თავში ჩემი მუდური ჯინსებით. აუ, გაიგო. ეხლა ერთი ასეთი კითხვა მაქვს რა, აი ბიძინა ივანიშვილთან ერთად რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებ? ძალიან იშვიათად ვსვამ ესეთ კითხვას, რომ აი პირდაპირ აი სტუმრებს არ ვეუბნები რომ რამე კურიოზი გაიხსენებ. სტუმარი თუ მოყვება გასაგებია თავისით ინიციატივა, მაგრამ აი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ერთად რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებ? რა ვიცი ხა რამოდენიმე სიტუაცია იყო სასაცილო ზოგი მოიყოლება ზოგი ალბათ რომელიც არ მოიყოლება ის მოყოლება არის მოკლედ 2013 წელია სულ რამოდენიმე თვეა ვიცნობ ივანიშვილს და წავედით დავოსში სოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სამიტზე უზარმაზარი სამიტი მაშინ ყველა ქვეყნის მთავრობა ჩამოდიოდა ამერიკა არ მახსოვს იყო თუ არა მედვედევი იყო პრეზიდენტი მედვედევი იყო ჩამოსული ნუ სარკოზი შვეიცარიის პრეზიდენტი მოკლედ დიდი ამბავი არის თვითონ ივანიშვილისთვისაც დიდი ამბავია პირველი საერთო ეს ამხელა მაშინ პრემიერია მაშინ კი მთელი დღე მოკლედ შეხვედრაზე დავდივარ ზოგი შეხვედრა ჩვენთან ხდება ჩვენს რეზიდენციაში ვერც ჭამეთ ვერც დავლიეთ მოკლედ იმიტომ რომ ორ დღეში ორ სამ დღეში უნდა შეხვდე დაუშვათ ვიცი 40 ადამიანს და სხვა დროს ვერ შეხვდები ამ ხალხს და მოკლედ გამოთქვა სურვილი შეხვედრის სურვილი Microsoft-ის პრეზიდენტმა. იმ დროს ახლა ჩემთვის 26 წლის ვარ Microsoft-ი Word-ი ვიცი, Excel-ი ვიცი და პრეზიდენტი რო ყავს, ნუ გამიგია, მაგრამ ეს ადამიანი თუ რეალური ადამიანია თუ არა, ეგეც არ ვიცი, ხო? და ივანიშვილმაც ესე გაიკვირა რომ ნეტა რა უნდა ალბათ რაღაც დიდი ინვესტიცია უნდა თუ ჩვენთან ახლა იცვლება სიტუაცია სააკაშვილი მოვიშორეთ და ქვეყანა მოკლედ საინტერესო ხდება Microsoft-ისთვის და დიდი სამბით უარი ვთქვით ვახშამზე წავედით დიდი მიღება ქონდა Microsoft-ს იქ ქათმის ბარკლების მივირთვით დიდი ესეთი გორაოსე და მთელი დღის უჭმელება მე და ბიძინა მე მივმალეთ ეს გორა და იმასობაში მოვიდა Microsoft-ის პრეზიდენტი გაგვეცნო, ნუ მგონია რაღაც მოკლედ აგებული მაქვს კოშკები, მე მგონია რომ ახლა ეს რა ის საქართველოს რა თანაინვესტირების ფონდი, აი ეს არის მოკლედ პანაცია და ავშედით მთელი ქვეყანა. ესე მოგესალმა რაღაც დილობისთვის რამოდენიმე წინადადება გავცვალეთ და მოკლედ გითხრა რომ თქვენთან საქართველოში ძალიან ბევრი პირატული Microsoft-ის კოპიებია Windows-ისო და დაალაგეთ ეგ საკითხი რომ სულ გაგითიშოთ მაგ Windows-ო და გამოვიშაუკა. დაუჩით ხახშალები მე და ბიძინა. როგორ იმედიანად როგორ იმედიანად მე ვერიდებოდით ყველა software კომპანიის იმას კიდე ახლა Windows-ის ლიცენზიები არ მოგთხოვონო. კაი, ძალიან ეხლა ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ ალბათ გლობალური ომის პარტიის დავალება იქნებოდა ეგ რომ მოეშინჯათ პირველი სანქციები მაშინ მოუსინჯეს. რა თქმა უნდა. Deep State-მა კბილი მოგვისინჯა ასე ვთქვათ. ხო, თავიდანვე ეგრე იწყებდნენ და მე უკვე ხეხლა სადაც იმ დროს შეთაშორის ეს 2013 წელი იყო და Deep State-ი უკვე 6 წელი იყო იმ დროისთვის რაც ივანიშვილის ასე ვთქვათ ფულის მოპარვა ჰქონდათ კრედიტ სუისზე დავალებული. მაშინ იყო დაგეგმილი შეთაშორის რომ კრედიტ სუის ბანკი ბოლო სერიაში უნდა
უნდა გაეკოტრებინათ ივანიშვილის გულისთვის და კიდე კაი მდინარეზე ამოხსნა მოკლედ ეს არ დარჩა შეუმჩნევა და ამოხსნა გვამცნო რომ ამ კაცის გულის მოკლედ ბანკი გააკოტრეს რომ შვეიცარიამ თავისი უდიდესი ბანკი გააკოტრა რომ მდინარეზე სალაპარაკო ქონოდა მოკლედ საოცრება ძალიან ვაიფს უბრალოდ ცოტა გვიან გაიგეს გიორგი გვიან გაიგეს ადრე უნდა გაიგეს ძალიან საინტერესო და სასაცილო გამოგვივიდა დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ხო და მე გადაცემის ბოლოს ჩემს ტელეფონს გაგატანთ. თქვენიცით აქ რა უნდა გააკეთოთ. მე არაფერი. ან თუ გინდა მოსწავლეთ რო ამიყვანოთ. რაღაცა პერიოდი ვიბლი. ეს ჩემი ტელეფონი ესე წაიღეთ გადაცემის ბოლოს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მართლა გულწრფელად მინდა წარმატებები გისურვოთ. ვიდა წარმატებებს უჩვენს ქვეყანას და ყველას ნამდვილად გჭირდება წარმატება, გჭირდება ბრძოლა ამ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან, აუცილებლად ესენი არიან გამოსაშვები, მზია ამაღლობელი ჩემი აზრით არის გმირი ჩვენი თანამედროვეობის და აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს მზიაც და ყველა ეს პოლიტიკა ჩვენი ონის ხამაზე ციხეშია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ბაჩიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP